აი ესე კეთდება მეჯბარძაღის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გატარდება განაკვეთი, ამ შემთხვევაში უკანა მიდგომით. შემდეგ ქირურგი შესაბამისი კუნთების შრეების გავლით მიადგება უშუალოდ სასახსრე ჩანთას და ამ სასახსრე ჩანთის გახსნით იწყება უშუალოდ манипуляცია მეჯბარძაღის სახსარზე. პირველ რიგში ამოისახსრება ბარძაღის ძვალი სახსრიდან, რათა ქირურგს ჰქონდეს საშუალება მიუდგეს ამ დაზიანებულ ფოსოს, რომელიც მენჯის ძვალზეა მოთავსებული და დაამუშაოს ის. ფოსოს დამუშავება აუცილებელია, რათა იქ მოთავსდეს და დაფიქსირდეს შემდგომ პროქსიმალური ნაწილი ამ იმპლანტის, რომელიც წარმოადგენს ბარძაღის ძვალისთვის სასახსრე ზედაპირს, ხოლო რაც შეეხება ბარძაღს, მას მოაცილებენ თავს და დაამუშავებენ ბარძაღის ძვალს ისე, რომ მასში დისტალური იმპლანტის ნაწილი მოთავსდეს ინტრამედულარულად, ესე და შემდეგ უშუალოდ ამ დისტალურ ნაწილზე დააფიქსირებენ ესეც თავს, რომელიც უშუალოდ ჩაისახსრება ისე ამ ფოსოში. შემდეგ ქირურგი რენტგენის კონტროლით დარწმუნდება, რომ ყველაფერი სწორად გააკეთა და დაიწყებს უშუალოდ ჭრილობის შრეობრივად დახურვას და დატოვებს შიგნით, რა თქმა უნდა, დრენაჟს, რომელიც ზედმეტ სითხეს დაგროვებულს გამოიტანს გარეთ და დაეხმარება ჭრილობას შეხორცებაში.